Christe აღსდგა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ყველას გილოცავთ წმინდა სიმონ კანანელის ხსენებას, რომელიც არის საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებელი, წმინდა ანდრია პირველწოდებულთან და მარტათა მოციქულთან ერთად. მე კიდევ ერთხელ მინდა ეს სახარება ამოვიკითხო, რაც წირვაზე ჩვენ მოვისმინოთ. უფალი ეუბნება, რომ იმიტომ არ გწამთო, რადგანო არა ხართო ცხოვართა ჩემთაგანი, ანუ ჩემი ცხვრები არ ხართო, სულიერი ცხვრები. ვითარცა გარქვ თქვენ, როგორც გითხარითო, ცხოვართა ჩემთა ხმისა ჩემისა ისმინიან და მე ვიცნი იგინი და მომდევდნენ მეორე. ანუ ჩემი ცხვრებიო, ჩემს ხმას ისმენენო და მე მომყვებიან. და როგორ სანუგეშო რამეს ამბობს, ნახეთ. ჩემს ცხვრებსო, ჩემი ხმა ესმი და მე მომყვებიან და მე ცხოვრება საუკუნო მივცე მათ. და მე მარადიულ ცხოვრებას, მარადიულ სიცოცხლეს მივცემ. და არა წარწმდნენ უკუნისამდე. ანუ არ დაიღუპებიან უკუნისამდე და არავინ მიმტაცნის იგინი ხელთაგან ჩემთ. ანუ ჩემი ხელიდან მათ ვერავინ მიიტაცებს. მამაი ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფრო ის ყოველთასა არს. ანუ ყველაზე მეტია, ყველაზე დიდია მამა, ჩემი ზეციერი მამა, რომელმაც ისინი მომცა, ანუ რომელმაც ისინი მოიყვანა ჩემამდე. სხვაგან ამბობს სახარებაში, რომ ჩემამდე ვერავინ მოვა, თუ ჩემი ზეციერი მამა არ მოიყვანს. ახლა ჩვენ ზოგჯერ გვაქვს ხოლმე ეს რაღაცნაირად ილუზია, რომ ჩვენ ვიღაც მივიყვანეთ ტაძარში. ან ჩვენ მივედით ტაძარში. არავინ თავისით არ მისულა არსად. ყველა მოიყვანა ღმერთმა. მე სხვა საკითხია, ჩვენი არჩევანით რამდენად დავრჩით ამ ცხვრის ფარაში. აი ამას ამბობს ახლა ნახე. მამაი ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფრო ის ყოველთასა არს და არავის ხელეწიფების მიტაცებად მათთა ხელთაგან მამისა ჩემისათა. ყველაზე მეტია მამა, ყველაზე დიდია და მისი ხელიდან არავის არ შეუძლია, რომ ვინმე მიიტაცოს. მაშინ ახლა ადამიანი იკითხავს, რატოა, რომ ყველა არ არის ღმერთთან. ჩვენ ხო ამბობთ, რომ ეშმაკი ცდილობს, რომ ღვთის ხელიდან გამოიტაცოს, აქაც შემოვიდეს და აქედანაც წაიყვანოს ადამიანი, რომელიც რწმენით ცხოვრობს, დაავიწყოს რწმენაც, ლოცვაც, მარხვაც, ყველაფერი, აღსარებას და ყველაფერი და საუბედუროთ რამდენ ადამიანთან მიმართებით ეს გამოუვიდა და ახერხებს. დღეს შეიძლება ტაძარში დადის ადამიანი, ხვალ შეიძლება აღარ დადიოდეს, აღარ ლოცულობდეს და მაშინ რაშია საქმე, როგორ იტაცებს. წმინდა პაისი ათონელი ამბობს, რამდენსაც მივცემთ უფლებასო, იმდენად ექნება ძალა ჩვენზე, ეშმაკს. ადამიანი თავისი არჩევანით, თავისი ნებით, ესე ერთადერთი არის არჩევანი, რამაც შეიძლება ადამიანი ღვთის ხელიდან გამოიტაცოს, ეს არის ჩვენივე არჩევანი. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ჯერ ყველაფერიო დამოკიდებულია სურვილზე, ან გინდა, ან არ გინდა. მერე დანარჩენი. და ესე იგი, თუ ადამიანს ღმერთთან უნდა, ის აუცილებლად ღმერთთან იქნება. თუ ადამიანს ღმერთთან არ უნდა, მაშინ ვერაფერი ვერ მიიყვანს ღმერთი ძალით არ მიიყვანს. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ესე იგი, ჩვენ როდესაც რაღაცაზე ვამბობთ, რომ ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რამდენად გვინდოდა, რომ ეს გაგვეკეთებინა. რამდენად გვინდოდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ჩვენ თუ არ გვინდა, ამას ვერ გავაკეთებთ. და ჩვენ თუ გვინდა,
რომც არ გამოვიდეს, აი სურვილიც უკვე შეიწირება ღვთისგან. და უფალი ჩვენ ამას გვირდება, რომ თქვენ თუ ჩემს ხმას ისმენთ, ესე იგი მე მომყვებით. და ვინც მე მომყვება, მე მას მარადიულ სიხარულს მივცემ, საუკუნო ცხოვრებას მივცემ. და ეს არის უფლის სიტყვა, რომელსაც როგორც იტყვიან, წყალი არ გაუვა, ესე იგი. ცადა დედამიწა გადავა, მაგრამ აქ ჩაწერილი 100 ისე არ ჩაიოლის, რომ არ ახსოვდეს. და საბოლოო ჯამში ღვთის გულმოწყალებასთან ერთად ჩვენი არჩევანი არის განსაზღვრელი, ჩვენი მარადიული ხვედრისა, რომელიც აქვე იწყება. აქვე შეიძლება აი ორი ადამიანი გვერდ-გვერდ ისხდნენ და ერთი ეშმაკს მიყვებოდეს და მეორე ღმერთს. ერთის გულში ჯოჯოხეთი იყოს და მეორეს გულში სამოთხე იყოს. ერთი ხარობდეს და მეორე წუხდეს, ესე იგი. არადა შეიძლება ესენი ერთ უბანში ცხოვრობდნენ, ერთ სკოლაში სწავლობდნენ, შეიძლება ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ. როგორ ამბობს სახარება, რომ ესე იგი ის გამყოფი ხაზი სად გაივლისო? ორნი იქნებიანო წისქვილშიო, ერთ წაიყვანენო და ერთი დარჩებაო. ორნი იქნებიან ველად, ანუ შრომობენ რაღაცას თესავენ, ერთ წაიყვანენ და ერთი დარჩებან, ერთი ცხონდება და მეორე ვერ ცხონდება. და ყველაზე კიდე ძალიან ისეთი, ჩვენ ხო ვიცით, რომ ცოლ-ქმარი ერთია, მაგრამ აქაც ნახეთ, რა წერია, ორნი იქნებიანო სარეცელზე, ერთ წაიყვანენ და მეორე დარჩებაო. ანუ იქაც შეიძლება ერთი მეუღლე გადარჩეს, მეორე ვერ გადარჩეს. ანუ შეიძლება ერთი ღმერთს უსმენდეს და მიყვებოდეს და მეორე არ უსმენდეს. განა ვერ უსმენდეს, აი პრინციპულად აქ ხაზი უნდა გაუწოთ, განა ვერ უსმენდეს, არ უსმენდეს. ამიტომაც აი, როდესაც ღვთის წინაშე წარდგება ადამიანი და სახარებაში არის ამის შესახებ საუბარი, ეკითხება უფალი, შენ როგორ შემოხვედი აქ საქორწინო სამოსელი რო არ გაქციაო და ადამიანი დუმს და ვერაფერს ვერ ამბობს. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რო ღვთის წინაშე წავდგებით და სანამ ღვთის წინაშე წავდგებით, აქვე უნდა წარვადგინოთ ხოლმე ჩვენი თავი ღვთის წინაშე, ჩვენი სინდისის წინაშე, აი რაღაც ერთგვარი სამსჯავრო უნდა მოუწყოს ხოლმე ადამიანმა თავის თავს, ოღონდ მიუკერძოებლად უნდა მოუწყოს ეს სამსჯავრო და განიხილოს საკუთარი თავი, საკუთარი სინდისი, იმიტომ რომ ღვთის წინაშე რო წავდგებით, იქ მხოლოდ დუმს ადამიანი და ვერაფერს ვერ ამბობს, იმიტომ რომ სათქმელიც არაფერი არ აქვს, რატომ ვერ გადარჩა, რა სიტყვის. ერთადერთი ისაა, რომ არ უნდოდა ღმერთს გაყოლოდა. ამასაც ვერ იტყვის, ამასაც ვერ ამბობს, როგორც ჩანს. ამიტომ აი ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭოს იმისი უნარი გააზრებისა, რომ ჩვენ ჯერ არჩევანზეა დამოკიდებული, ჯერ უნდა ავირჩიოთ, რომ ღმერთს მოусმინოთ და გავყვეთ და მერე იმის ძალას ღმერთი მოგცემს, რომ მასთან ვიყოთ და მისი ხელიდან ვერავინ და ვერაფერმა ვერ გამოგვიტაცოს. და სწორედ ეს სიტყვა მოიტანა წმინდა სიმონ კანონელმა, ანდრია პირველწოდებულთან, მატართა, ბართლომე მოციქულთან ერთად საქართველოში. აი ეს ღვთის სიტყვა მოიტანა საქართველოში. და ვინც მოусმინა და გაყვა უფალს, კიდევაც მასთან ერთად ხარობენ მარადიული ღვთის დიდებით და ვინც არ მოусმინა, მან თვითონ გამოუტანა თავის თავს განაჩენი, ესე იგი. მე თქვენს დასაჯელად კი არ მოვედი, უფალი ამბობს, მაგრამ ვინც არ მოისმინაო ჩემი სიტყვა, ამითი უკვე მან თავისი თავი თვითონ დაისაჯა. ეგ წერია ის სახარებაში. ამიტომ აი ღმერთმა მოგვანიჭოს ძალა, რომ მოგვესმინოს, მას გავყოლოდით, მის ფარაში ყოფილიყავით და მისი ერთგულებით გადარჩენილიყავით. ოღონდ ეს მისადმი გაყოლა, ეს რაღაცა პერიოდი კი არ არის, ხან გაყვები და ხან არ გაყვები. როდესაც მოგიწოდებს უფალი, იქიდან უნდა გაყვე ბოლომდე. ერთ-ერთი სასულიერო პირი ამბობდა, ჯარში, ესე იგი, ორმოს გათხრევინებდნენ სიგრძეზე და კი არ გვეუბნეოდნენ, რომ აი აქედან ამდენი მეტრი უნდა გათხაროთ, გვეუბნეოდნენ აქედან დაღამებამდე.
ანუ აქედან უნდა დაიწყო და სანამ არ დაღამდება უნდა გათხაროთ. ესეც ესეა ღვთისადმი მიყოლა. აქედან უნდა დაიწყო, როცა მოიყვანა უფალმა და ვიდრე ბოლო ამასთან თქვამდე უნდა იყო აქ. ღმერთს შეგვეციო საბა. ღმერთმა მშვიდობიანი დილა გაგვითანოს ყველას. ქრისტე აღსდგა.